რა უშლის ხელს და სამწუხაროდ წმენის და სიყვარულის სიმცირე თითოეულ ჩვენთაგანში და სწორედ ამის გამოსწორებაზე იღვწოდა უწმენესი უნიტარი. სწორედ ამიტომ არის მისი ანდერძი ესეთი, რომ ჩვენ თავში ვეძებოთ ნაკლი, ჩვენ შევძლოთ, რომ მიუტევოთ ერთმანეთს შეცოდებანი, იმიტომ რომ არავინ არ არის უცოდველი და აქედან უნდა გამოვიდეთ და არა დავანებოთ მუდმივად განკითხვას თავი, მით უმეტეს ქრისტიანები, ვინც ეკლესიაში დადის, განსაკუთრებით მათ ეხება ის, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, რომელიც იგივე მრევლის წევრია, არ შეიძლება მის მიმართ სიყვარული არ ქონდეს, არ შეიძლება ის გძულდეს. ეს მაშინ ნიშნავს, რომ ეს არ არის სარწმუნოებაზე დაყნობილი ეკლესიასთან ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ ქრისტიანობა არის სწორედ ურთიერთმიტოვება, ურთიერთსიყვარული. და სწორედ ამის მაგალითს გვაძლევდა უწმენესი უნიტარესი. ლელოს სწორედ ეს მოწოდება ჰქონდა ამ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში, რომ ჩვენ პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, შევეცადოთ, რომ დავდგეთ მაღლა საკუთარი პირადი მიზნების ან პარტიული მიზნების მაღლა, შევეცადოთ, შევუნდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მთლიან პერიოდის განმავლობაში შეიძლება უსამართლოდ გვავიწროებდნენ ან გვანძღავდნენ, მაგრამ შევეცადოთ, შევუნდოთ მათ და ყველას მივცეთ ამის მაგალითი, იმიტომ რომ თავარია, რომ ჩვენ შევძლოთ სწორედ ის, რაც იყო გულის ტკივილი და საზრუნავი, რა თქმა უნდა, უწმენდესის მხრიდან, რომ არ მოხდეს საზოგადოების გახლეჩვა. საზოგადოების გახლეჩვა და შემდგომ ამ სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაპირისპირება, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. გარე საფრთხე არ არის იმდენად დიდი საფრთხე, რამდენადაც შიგნით, საზოგადოების შიგნით დაპირისპირება, სიძულვილის გაღვივება. სწორედ ფიქრობ, რომ აუცილებელია პოლიტიკოსებიც პირველ რიგში სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს. აი პოლიტიკურ კონტექსტშიც მინდა რომ ერთი კითხვა დაგისვათ, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ როდესაც პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს, ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ აი პატრიარქმა თითქოს კლინიკაში შეკრიბათ სრულიად ოპოზიციური სპექტრი. თითქოს კი არა რეალურად ეს იყო ფაქტი, იმიტომ რომ იქ მივიდა მართლაც ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და იქ არ ქონია არავისთვის მნიშვნელობა იმას, ვის რა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა, ისე როგორც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ უკვე რეალურად მართლა ყველა ჭირის უფალია და გლოვობს ყველა აქაც განურჩევლად მისი პოლიტიკური მრწამსისა. ანუ მძიმე დღეებმა, მათ შორის პოლიტიკური სპექტრი გაგაერთიანათ და ერთად შეკრათ. აი, ახლა გითხარით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ უფრო მეტი სიყვარული გაჩნდეს მთლიანად საზოგადოებაშიც და მათ შორის პოლიტიკურ სპექტრშიც და შესაბამისად როგორღაც მიხვიდეთ იმ რაღაცა სურვილამდე, რაც აქვს პატრიარქს, რომ დასრულდეს გახლეჩილობა და მოხდეს ურთიერთპატიება და შერიგება. სწორედ ამისთვის არის საჭირო არ მხოლოდ ის, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვართ უკიდურესად დამწუხრებული, ჩვენი სულიერი მამა გარდაიცვალა, მაგრამ აუცილებელია, რომ მისი მემკვიდრეობის პატივისცემა, ვისაც გაგვაჩნია და ვისაც სურს, რომ გამოხატოს პატრიარქის მოღვაწეობის მიმართ მისი დამოკიდებულება რეალურად მაშინ უნდა შეასრულოს ის, რაც პატრიარქმა გვიანდერძა, ხო? ის, რასაც გვიქადაგებდა უწმინდესი, რომ ერთმანეთს უნდა მიუტევოთ და დავამთავროთ ურთიერთგანკითხვა. ქვეყანა დავაყენოთ პირველ რიგში. ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. ეს იყო უწმინდეს ყველაზე მთავარი საზრუნავი, რომ სწორედ ეს დაენერგა თვითონ ჩვენთაგანში, რომ შევძლოთ მაღლა დავდგეთ ურთიერთწყენებზე და შევძლოთ ერთმანეთს მიუტევოთ შეცოდებები, იმიტომ რომ ყველანი არავინ არ არის უცოდველი, არავინ არ არის ის, ვისაც შეცდომა არ დაუშვია და აქედან უნდა ყოველთვის ვაფასებდეთ ყველა მოვლენას და ერთმანეთს მათ შორის.
ბატონო პატრი, აი დღეს პოლიტიკურ პერიპეტიებს დიდად არ გავშლით, ამის დრო ნამდვილად არ არის, თუმცა რეპლიკის სახით მინდა შევახსენო მაყურებლებს, რა აჟიოტაჟი მოხდა, მაგალითად რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების განახლების თაობაზე ლელოს ხედვას თქვენ წარეთ გაგაკრიტიკეს და დადანაშაულებული ხართ იმაში, რომ ლელო ასე ვთქვათ, მონაწილეობს ქართული ოცნების პოლიტიკურ თამაშებში. მარტივად გითხავთ, რამდენად ელოდით იმ რეაქციას, რომელიც დაინახეთ, როგორც მართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან და მე ისე უშუალოდ პატრიარქს. იცით რა, ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა მზად იყო იმისათვის, რომ სათუის ოპოზიციური პარტია იქნება თუ ხელისუფლება გაგაკრიტიკებს, თავს შეიძლება დაგესხას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შემოფერხებელი და შემაჩერებელი იმის, რომ შენ უპასუხო იმ სურვილებს, იმ მოლოდინებს, რომელიც საზოგადოებას აქვს და საზოგადოება მართლაც დაიღალა ურთიერთსიზურვილით, საზოგადოებას მართლაც სურს, რომ დაინახოს გამოსავალი ამ უკიდურესი მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამიტომ ეს თავდასხმები აბსოლუტურად არ შეაჩერებს ჩვენს განზრახვას, რომ ხელი შეუწყოთ საზოგადოების გამთლიანებას და შევებრძოლოთ ზიზღ სიძულვილს და ამით შევძლოთ, რომ ჩვენს ერს, ჩვენს თანამოქალაქეებს დაუბრუნოთ იმედი მომავლის და რაც თავარია, ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გავითავისოთ ის დანატოვარი, ის მემკვიდრეობა, რომელიც პატრიარქმა ყველას დაგვიტოვა და ეს მემკვიდრეობა არის სწორედ ის, რომ ჩვენ შევძლოთ ურთიერთწყენებზე მაღლა დავდგეთ, შევძლოთ მიუტევოთ ერთმანეთს შეცდომანი და პირველ რიგში დავაყენოთ წინ ჩვენი სამშობლო და გავძლიერდეთ სარწმუნოებაში და თუ სარწმუნოებაში გავძლიერდებით, მე აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლოთ გამოსავალს ამ ურთულეს მდგომარეობიდან. ბატონო პატრი, ისევ ჩვენს